ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ფასები, კვირის მთავარი ეკონომიკური თემა. სტუმართან ერთად. ეკონომიქსი, რადიო იმედიც პირდაპირ ეთერში. არის თუ არა ქვეყანაში ბიზნესის რეკეტი, რატომ გახშირდა კომპანიებში საგადასახადო შემოწმებები და რა პრეტენზიები აქვს ბიზნესმენებს ხელისუფლების მიმართ? კვირის მთავარი ეკონომიკური თემით პირდაპირ ეთერშია გადაცემა ეკონომიქსის სტუდიაში. ირმა ევრალიძე მუშაობს, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ბოლო დროს საგრძნობლად იმატა ბიზნესის წარმომადგენლების უკმაყოფილებამ საგადასახადო შემოწმებების გახშირებისა და მათი ხანგრძლივობის დასთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლიკი ბიზნესის რეკეტზე ღიად საუბრობს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უმოქმედობაში ადანაშაულებს. პრობლემებზე ებრაელი ინვესტორებიც საუბრობენ, მათი პრეტენზიების გამო კი ბიზნეს ომბუდსმენი საქართველოს-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტ იციქ მოშეს პრემიერის დავალებით შეხვდა. რა ხდება რეალურად დღეს გადაცემაში ბიზნესმენთა ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი ზურვალ ალაზაშვილი და ინვესტიციების მართვის კომპანია გალთაგარდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე იქნებიან ჩვენი სტუმრები. ერთად შევაფასოთ ეკონომიკური მოვლენები. სტუმარი ეკონომიქსში. გამარჯობათ, ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ამ მნიშვნელოვან თემაზე საუბრისთვის. მე სანამ დავიწყებდე კონკრეტულ შეკითხვებს, მანამდე სულ ახლახანს მოვისმინეთ პრემიერის განცხადება ბიზნესის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ბიზნესი არის თავისუფალი და ვინც შესამოწმებელია, ის უნდა შემოწმდეს. ზურა, დავიწყოთ თქვენგან, თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, თუ არ ვცდები, რომ ამ თემაზე ღიად დაიწყეთ საუბარი. რა ხდება დღეს რეალურად და მართლაც რა არის თუ არა გახშირებული საგადასახადო შემოწმებები და ეს სცილდება თუ არა კანონის ფარგლებს? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მსმენელს პირველ რიგში. საიდან წამოვიდა ეს თემა ზოგადად, ხო რატო დაიძრა ეს თემა? რატო გახდა აქტუალური? როდესაც ჩვენ ქონდა შეხვედრა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან, იქ იყო ღია საუბარი, რა აწუხებს დღეს ბიზნესს გამომდინარე იქიდან. ეს როდის? ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. ხადური და კვერიკაშვილი. დიახ, და ბატონო გიორგი გახარია. და საუბარი იყო სწორედ იმაზე, რა გავაკეთოთ იმისათვის, მთავრობის მხრიდან რომ შევუწყოთ ბიზნესს ხელი. სწორედ იქ დაისვა ეს თემა, რომ ერთ-ერთი საკითხი, რაც შეიძლება ბიზნესს აწუხებდეს დღეს არის არა თვითონ სიხშირე შემოწმების, რომელიც ისეთი ზუსტი სტატისტიკა ბუნებრივად ჩვენ არ გვაქვს, რამდენი კომპანია მოწდება, მაგრამ რაღაცნაირად ჩვენ სირგული, ვინც იყვნენ ასოციაციის სირგული კომპანია, ბევრ კომპანიას დაეწყო შემოწმება. ეს ერთი საკითხი იყო და მეორე შემოწმების ხანგრძლივობა, ვინაიდან დღეს ბიზნესი რადგანაც არის ისეთ სიტუაციაში რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება როგორ გააგრძელოს, გააკეთოს თუ არა ხარჯების ოპტიმიზაცია, როგორ დაგეგმოს მომავალი და ასე შემდეგ. ერთ-ერთი საკითხი, რაც ყოველთვის აწუხებთ ხოლმე, არის საგადასახადო შემოწმებები, როდესაც არის დროში გაწელილი. ანუ მაგალითად დღეს თუ შემოვიდა საგადასახადო ინსპექტორი, ის რამდენ ხანს რჩება კომპანიაში? კანონით განსაზღვრული და რამდენია? იცით როგორ არის? ავადებთან დაკავშირებით ავიღოთ 5 თვე არის ზოგადად, მაგრამ ეს პროცესი შეიძლება გაიწელოს. არის ესეთი შემთხვევები, როდესაც თვითონ ბიზნესიც ითხოვს, ვინაიდან მოსაწესრიგებელი აქვს საბუთები, მაგალითად, ან რაღაც საბუთები წარმოსადგენი, მაგრამ ეს არ არის ის დიდი ვადა. ძირითადად ეს ხდება ხოლმე იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი წელი ერთდროულად შესამოწმებელი, შესაბამისად შემოსავლების სამსახურს არ ყოფნის იმის რესურსი, რომ თავიდან ბოლომდე შეისწავლოს და სწორედ ეს არის პრობლემის ძირითადი არსი ჩემი ეს, რომ დღის წესში დგას ეს, რომ ყველაფერი უნდა შევისწავლოთ. ან თუ არის მაგათ 5 წელი შესამოწმებელი, ყველაფერი უნდა ნახოთ, ყველა ოპერაცია უნდა ნახოთ, ყველა ნაქვია დეკლარაცია უნდა ნახოთ და ასე შემდეგ, რაც დროში გაწელილია ბუნებრივია და ძალიან რთული ამ ყველაფრის დროულად დასრულება. და თქვენ ითხოვთ რას? ჩვენ ვითხოვთ შესაბამისად შემოწმებაზე მიდგომა შეიცვალოს თვითონ, იყოს ეს რისკზე დაფუძნებული მიდგომა, რაზეც სხვათა შორის ეს არა ეს ახალი თემა, მოდი ესე ვთქვათ, ამაზე თუმცა ბოლო პერიოდში გააქტიურდა. ბოლო 5 წელი ამაზე ვსაუბრობთ და არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ეხლა არის მაინდა-მაინც გაწელი. ეს გაწელი არის ბოლო, რა ვიცი, დიდი ხანია პრინციპში, რაც ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ, დროში გაწელილია შემოწმებები, ეფექტურად არ მუშაობს და ასე შემდეგ. უბრალოდ ამან წამოიწია, როგორც აღნიშნე, იქიდან გამომდინარე ამ თემამ, როდესაც დღეს არის გარკვეულწილად კრიზისი სავალუტო, ანუ არის გაურკვევლობა ფასებთან მიმართებაში, ვალუტის კურსთან მიმართებაში, ინვესტიციების შემოდინებასთან მიმართებაში, რომ პრობლემა დაემატა, ასე ვთქვათ. ბიზნეს ეს არის ერთადერთი, რომ დროულად მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომ შევამციროთ ეს ვადები, დროულად დასრულდეს თითოეულ კომპანიის შემოწმება, თუმცა შეიძლება ეს ბევრ კომპანიას შეეხოს შემოწმება და ამაში ბუნებრივია ტრაგედიას ვერც ვერავინ ვერ ხედავს და ეს არც არის თავისთავად რაიმე ტიპის პრობლემა, იმიტომ რომ ყველა ელოდება იმას, რომ როდესაც უნდა შეამოწმოს, რაც და ბატონო არჩილ, თქვენი მოსაზრება მაინტერესებს, არის თუ არა დღეს ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალი, ანუ ბიზნესმე საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი ბიზნესის რეკეტზე საუბრობს. ეთანხმებით თუ არა მის მოსაზრებას და ბიზნესის კუთხით რა ხდება დღეს ქვეყანაში? ბიზნესის კუთხით ის რომ ხა რეკეტი მიმდინარეობს, ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, საერთოდ ნებისმიერი ტიპის განცხადება არის რაღაც შედარებითი და თავისუფლება ხა შედარებით რაღაც წინაწლებთან შედარებით ბიზნესი ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ასე ვთქვათ
ვერ გზნობს ეს უხეშ ჩარევებს. არის გარკვეული შემთხვევები, რაზეც ზურაბმა ისაუბრა, ეს ვთქვათ, შედარებით გაგრძელებული საგაცხადო განხილვები და გადაუწყვეტელი თემები. თუმცა აქაც რაღაც წინსვლებს ხედავთ, ასე ვთქვათ, რაც მოხდა დავის საბჭოზე სახელმწიფოს წინააღმდეგ წარდგენილი кейსები უფრო მეტი და მეტი ხდება, ასე ვთქვათ, წარმატებით. თუმცა რაღაცა პრობლემა ერთ-ერთიც არის რომ საგაცხადო ინსპექტორები, რომელიც არიცხავენ რაღაც ჯარიმებს სხვა კომპანიებს, მათი პოზიცია არის რომ დაარიცხონ რაც შეიძლება მეტი და მერე სადავოზე განიხილონ და ეს ასე ვთქვათ უპასუხისმგებლად ამ იარაღის გამოყენება არის საზიანო ბიზნესისთვის და ამაზე ცოტა მეტი ყურადღების მიქცევა მე მგონი ზედმეტი არის. აი ბიზნეს ომბუდსმენი ახსენა პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ, რამდენად არის ჩართული გახარია ბიზნესის პრობლემების მოგვარებაში, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა გიორგი გახარია, მაშინ საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გაკეთა და ითქვა, რომ ეს ადამიანი მოაგვარებდა ბიზნესმენების პრობლემებს. აქ თუ არა კომუნიკაცია თქვენთან, გაქვთ თუ არა თქვენ უშუალოდ შეხება და დაინტერესებულია თუ არა თქვენი პრობლემებით. ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური მუშაობა ბატონ გახარიასთან, ერთ-ერთი ასე ვთქვათ ბიზნესის მხარდამჭერი ადამიანი არის მთავრობაში და რაც უფრო ასე ვთქვათ მეტი გავლენა შეიძლება არასწორი სიტყვა არის, მაგრამ რაც უფრო მეტად მოусმენენ გახარიას შიგნით მთავრობაში, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად მედიატორია ბიზნესსა და მთავრობის ხარეს, თუმცა მთავრობის ხარეს არის რა თქმა უნდა. მაგრამ თვითონ ამ ფუნქციის შექმნა და ამ ფუნქციის ასე ვთქვათ ყოველდღიურობაში გატარება დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგია, როგორც მინიმუმ ასე ვთქვათ ისმენს პრობლემებს და აბსოლუტურად კარგად ესმის ბიზნესის კუთხით ეს პრობლემები. მაშინ გამოდის რომ ვერ აგვარებს, ვერ მიაქვს აგვარებს და რა თქმა უნდა ჩვენ გვინდა რომ დანარჩენი საკითხებიც მოაგვაროს. დანარჩენი მაგალითად ზურაი, რომელსაც აი დაუბრუნდეთ ამ საგადასახადო შემოწმებას. ექსპერტები საუბრობენ რომ 90 დღიანი ვადა არის საკმაოდ დიდი და ამ ვადების გადახედვას ითხოვენ. თქვენი მოსაზრება როგორია და ქონდათ თუ არა ამ საკითხზე კონსულტაცია იგივე დავუშვათ ფინანსთა მინისტრთან, იმიტომ რომ შეხვედრები არის ბიზნესმენებთან როგორც ვიცით ბოლო პერიოდში. დავიწყოთ ბატონ გიორგისთან დაკავშირებით. პირველ რიგში მეც დავეთანხმები არჩევს, რომ შეხვედრები საკმაოდ ინტენსიური გვაქვს ხოლმე ჩვენ ბატონ გახარიასთან. მართლა ძალიან ბევრი თემები ჩვენ ერთობლივად გავიარეთ, არის ხოლმე მუშა შეხვედრები, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები გვაქვს ხოლმე მასთან და ბევრი თემა სხვათა შორის და მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივები, რაც განხორციელდა, სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა. და აქედან გამომდინარე მეც დავეთანხმები, რომ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია. უბრალოდ საუბარი რაზეა? როდესაც ჩვენ საუბრობთ ბიზნესის მხრიდან, ყოველთვის ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება დროულად. ხო, ესეთი მარტივი თემაა რა ვითხოვთ. მეც გამომდინარე იქიდან რომ უფრო მეტად გამარტივებული პროცედურები არ გულისხმობთ აქ საგადასახადო შეღავათებს, არ გულისხმობთ აქ ვინმე რომ არ დაჯარიმდეს, არ შემოწმდეს და ასე შემდეგ. ჩვენ საუბრობთ რომ რაც შეიძლება მარტივი იყოს საქმის კეთება, წესები, ვადა შემცირებული იყოს შემოწმებები და ასე შემდეგ. ეს არის სწორედ ის თემები, რაზეც პრინციპში დღის ესში დგას, ხო, ამ თემებზე ჩვენ ასაუბრები გვაქვს ბატონ გახარიასთან, ფინანსთა მინისტრთან, შემოსავლების სამსახურის უფროსთან, სხვადასხვა ფორმატში. რა არგუმენტებია მათი მხრიდან? იმიტომ რომ კონტაქტზე მედიასთან ნაკლებად გამოდიან ამ თემებზე. მუშაობენ ამ თემებზე, ანუ ვერ ვიტყვი რომ არ მუშაობენ, ბუნებრივად მუშაობენ ამ თემაზე. ბოლოს რომ გითხრა დაახლოებით ერთი კვირის წინ თუ 10 დღის წინ ქონდა ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები. ნამდვილად შემიძლია დავადასტურო რომ მუშაობენ, ფიქრობენ, თუმცა ბუნებრივია ჩვენ ახლა ჩვენის მხრიდან რა გვინდა? ჩვენს მხრიდან გვინდა რომ პროცესში რაღაცნაირად ვიყოთ ჩართულები ჩვენც. ვართ გარკვეულწილად ამას ჩართული და დროულად მოხდეს ეს. ანუ ერთი არის რომ მიმდინარეობს რაღაცაზე მუშაობა, ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ გვინდა დასრულება, ჩვენ გვინდა რომ დავინახოთ უკვე შედეგი და ვნახოთ რომ ამით ბიზნესი რაღაც გარკვეულ მას ხედავს ბენეფიტს და შესაბამისად ეს ინფორმაცია მისდის ასევე სხვა იმ პოტენციურ ინვესტორებს თუ აუცხორებს თუ ადგილობრივსაც საქართველოს საქმის დაწყება უნდა. ბატონო არჩილ პრემიერმა ახსენა პრივილეგირებული ბიზნესი. ძველი ხელისუფლების, ყოფილი ხელისუფლების პერიოდში სულ გვახსოვდა რომ ვიღაც იყო საუბარი იმაზე რომ ვიღაცა იყო პრივილეგირებული მთავრობასთან დაახლოებული, ასე შემდეგ. დღეს როგორია ვითარება? არის თუ არა, როგორც ოპონენტები ამბობენ, მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები? ნამდვილად არ იგრძნობა და ვერ გეტყვით რომ ესე არის დღეს, ანუ რაც შეიძლება კარგს ხაზი უნდა გაუსვათ ხოლმე და ცუძე უნდა ვთქვათ რომ ასე ვთქვათ რომ კონსტრუქციულად როგორ შეიძლება გამოსწორდეს. კარგი ნამდვილად არის ის რომ ბიზნესის თავისუფლების კუთხით რაღაც წინსვლა არის. შარშან კაპიტალური დანახარჯები ბიზნესის მხრიდან არის იყო 26%-ით გაზრდილი ერთ წელიწადში, რაც არის ძალიან დიდი მაჩვენებელი, ანუ საკმაოდ დიდი კაპიტალური ხარჯვა განახორციელა ბიზნესმა. ეს არის ინვესტიცია მომავალში ფაქტიურად და ბოლო ხანებში ასე ვთქვათ სავალუტო კრიზისი დაემთხვა ის, რომ რამოდენიმე საკანონმდებლო ინიციატივამ გაიჟღერა ისეთმა, რომელიც იყო გამართლებული იმით, რომ ევროინტეგრაციიდან გამომდინარე საჭიროა რომ მიიღოთ რეგულაციებს გულისხმობს, სავიზო რეგულაციები.
და ბიზნესისთვის ეს იყო ცოტათი შემოსფრუთებელი, ასე თუმცა თავრობა უკან დაიხია და აპირებს გარკვეული ცვლილებები შეიტანოს ამ კუთხით. ეს იყო ძალიან კარგი ნაბიჯი, იგივე ვთქვათ ვიზების თქვენთან კონსულტაციების შედეგს ბიზნეს ასოციაცია იყო ერთ-ერთი აქტიური, ასე ვთქვათ, მონაწილე იმისი, რომ კარგად მოხდეს გააზრება სხვა საკანონმდებლო ინიციატივებს, რა ტიპის გავლენა შეიძლება ქონდეს ბიზნესზე და ეს პასუხისმგებლობის ტიპი კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ნებისმიერი ახალი კანონი, რომელიც წამოვა, ეს მოხდეს კარგად გააზრება თუ რა უარყოფით იზე გავლენა შეიძლება ამას ქონდეს ბიზნესზე და ამის კომუნიკაცია მოხდეს ბიზნესთან. ბოლო ხანებში ასე ვთქვათ, შრომის კოდექსთან დაკავშირებით იყო იქ და შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით იყო იქ, იყო კიდე რაღაც შრომის მიგრაციასთან დაკავშირებით ისეთი ტიპის კანონები იყო წარმოდგენილი, რომელიც საკმაოდ საზიანო იყო ბიზნესისთვის და ამის რაღაც ხო, მაგრამ ამ კუთხით ხო არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებული კომუნიკაცია, რატო გეკითხებით, იცი ეკონომისტები ხშირად საუბრობენ თუნდაც ამ სტუდიაში, რომ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ჯერ გადის კანონი, მიიღებენ კანონს და შემდეგ ხდება კონსულტაცია ბიზნესმენებთან. მანამდე რატომ არ ცდილობს მთავრობა დაუშვათ სანამ საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს, დაუშვათ შეათანხმოს ესა თუ ის კომპონენტი ბიზნესმენებთან. ზუსტად ამ კუთხით შეიძლება ცოტა მეტი ნაბიჯების გადადგმა, ანუ დაგეთანხმებით, რომ ამ კუთხით ცოტა მეტის გაკეთება მთავრობის მხრიდან იქნება მხოლოდ მისასალმებელი. ზურა, თქვენი აზრი მაინტერესებს ამ თემაზე. ანუ კომუნიკაციის პრობლემა მაინც აი ამ კუთხით არის თუ არა ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის. თქვენ ხშირად ხართ ჩართული ამ მსგავს შეხვედრები ბიზნეს ასოციაციაში იმართება. ბიზნესში მე ვერ ვიტყვი რომ რაიმე ტიპის პრობლემა კომუნიკაციაში, შეხვედრაში, მოსმენაში და ასე შემდეგ. მაგრამ თემა არის რა, მაგალითად რო ავიღოთ ჩვენ იგივე ის კანონები, რაც ეხებოდა მაგალითად სასოფლო სამეურნეო მიწების გაყიდვის თემას, ხო? ამაზე იყო საუბარი კომუნიკაცია, თუმცა არ მოხდა ისეთი ფორმულებით მიღება, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ქვეყნისთვის, ჩვენი აზრით და ბიზნესისთვის. მათ შორის ოდესაც ვსაუბრობთ ვიზებზე, მათ შორის შრომის კანონმდებლობაზე. ეხლა რა ცვლილებებით შედის უკვე ციცნობთ ამ კანონ პროექტს, პარლამენტს უკვე გადაუგზავნა ხელისუფლებამ, ანუ არის ისე დაუშვათ ეს რეგულაციები, რომ მე ვფიქრობ, რომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, ჩვენ თუ გინდა მოვიზიდოთ სერიოზული ინვესტიციები სოფლის მეურნეობაში, ეს არ არის საკმარისი იმისათვის, იმიტომ რომ ეს აწესებს ძალიან ბევრი რიგ შეზღუდვებს. მაგალითად ეს აწესებს მიწაზე აწესებს რა რაოდენობის რა მოცულობის მიწა უნდა ქონდეს, რა ფართის მიწა უნდა ქონდეს იმისათვის, რომ შეგეძლოს შენ საქართველოში აიღო იყიდო ეს ერთის მხრივ და უფლება ქონდეს $35,000 თუ არ ვწდები ღირებულება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ უნდა იყოს მინიმუმ 20 ჰექტარი და 20 ჰექტარიდან 300 თუ 200 ჰექტრამდეა, როდესაც უცხოელს შეუძლია ამის ფლობა. ესეთი შეზღუდვები მე ვფიქრობ არის ხელოვნური ბარიერები იმისათვის, რომ ვინმე გადაწყვიტოს მიწის შეძენა თუ საქმიანობის დაწყება. ვინმე ჩვენ თუ საუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს უნდა თქვა ჩვენ რეზიდენტი ფლობს თუ უცხოელი რეზიდენტი. ანუ საქართველოს რეზიდენტი თუ არის კომპანია, თუნდაც ეს იყოს უცხოელის მიერ დაფუძნებული, სრულუფლებიანად უნდა შეეძლოს მას ფლობა და განკარგვა ნებისმიერი იმ აქტივის, რაც არის საქართველოში. ეს იქნება სასოფლო სამეურნეო თუ არასასოფლო სამეურნეო მიწა. მაგრამ თუ ეს ეხება შეიძლება უცხოელ რეზიდენტ პირებს ფიზიკურებს, იქ შეიძლება იყოს რაღაც ტიპის შეზღუდვები, რომელიც ადრეც იყო. ეს არის ჩემი პოზიცია ამას დაკავშირებით. რაც შეეხება სავალუტო კრიზისს და რომელმაც იქონია სერიოზული გავლენა ბიზნესზე და არა მარტო ბიზნესზე, დღეს პრემიერმა განაცხადა, რომ კონკრეტული რეცეპტი ხელისუფლებას არ გააჩნია და ეს ყველაფერი დაუკავშირა საგარეო ფაქტორებს და თქვა, რომ ის რაც ხდება დღეს სავალუტო ბაზარზე, აქ ხელისუფლების, ასე ვთქვათ, წვლილი არაფერი არ არის. ბატონო არჩილ, მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუები, სადაც ამბობთ, რომ გამორიცხავთ პრინციპში ლარის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას. როგორ ფიქრობთ, ესეთი ტიპის განცხადება უნდა გააკეთოს თუ არა მთავრობის მეთაურმა და ის რომ რეცეპტი არ არსებობს, გამოიწვევს თუ არა ეს სავალუტო ბაზარზე კიდევ უფრო მეტ დაბნეულობას, რას უნდა ველოდოთ დღეს დაუშვათ 17 საათისთვის მონაცემები როცა იქნება. პრემიერ-მინისტრის განცხადებების შეფასება პოლიტიკაში გადასვლა, მე პოლიტიკაში არ ვარ. კარგი, ეკონომიკური კუთხით გეკითხებით ხოლმე. ვიტყვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასე ვთქვათ, ქართული ლარი არის შესუსტებული დოლართან მიმართებაში. ასე ვთქვათ, არა უმეტეს ჩვენ რეგიონის სხვა ვალუტებთან შედარებით, როგორც მინიმუმ რა. ანუ სომხეთის ვალუტა და საქართველოს ვალუტა დაახლოებით იგივენაირად არის გაუფასურებული. თურქული ლირა არის გაუფასურებული უფრო მეტით, აზერბაიჯანული მანატი 35%, ჩვენ სადაც 25-26. რუსეთზე საერთოდ ლაპარაკი არ მაქვს და ამასთან ერთად ყველა აი ამ ქვეყანაში ჩვენს გარშემო არის უფრო მაღალი ინფლაციური ასე ვთქვათ გარემო ვიდრე ჩვენთან ასე ვთქვათ 2%-ზე ქვევით ვართ, ყველაზე უფრო ახლოს მაინც სომხეთია 5.4, ეს პატარა ციფრი აღარ არის უკვე და რუსეთში საერთოდ ასე ვთქვათ ხელიდან წასულია ეს პროცესი, როცა 17%-ზე არის ასული ინფლაციური გარემო, ინფლაცია. აქედან გამომდინარე, ანუ ჯამურად მიმაჩნია, რომ ეკონომიკური ჯამური კუთხით რაღაცა ის ვთქვათ მნიშვნელოვანი კრიზისის საუბარი ზედმეტია, მე მგონი.
აქ თავარი პრობლემა არის ბანკების უпростоრად საბანკო სესხების დოლარიზაციაში. დაახლოებით ასე ვთქვათ 2/3 მთელი საბანკო სესხების არის დოლარში და ამ ხალხს ყოველთვიურად ასე ვთქვათ გაეზარდა გადასახდელი სადღაც 25-27%. ფასების აწევა როგორ გითხრათ, ეს არის ჯამურად შეფასება, ეს ინფლაციაში უნდა აისახოს და ინფლაციას დღეს რაც უყურებთ, ძალიან დიდი არ არის. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ მიზნობრივ მაჩვენებელს არ მიუახლოვებთ. მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არ არის და ინფლაციის რაც როგორც პრობლემაზე დღეს საუბარი, მე მგონი ნაადრევია, იმიტომ რომ რასაც ვხედავთ, ის არის რომ ევროპიდან შემოტანილი საქონელი არ ძვირდება, თურქეთიდან შემოტანილი არ ძვირდება და რუსეთიდან და უკრაინიდან უფრო იაფია. ანუ იყო იქ გადაცემები იმაზე ლაპარაკი, რომ შაქრის წარმოებელს უჭირს კონკურენცია უკრაინულ წარმოებელთან. იგივე იყო კარტოფილთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ანუ გარკვეულ პროდუქტებზე ამ რეგიონიდანაც შემოდის ფასების დას არ ველოდებით და თუმცა საწვავზე ფასებმა მოიმატა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეს დაუკავშირეს სწორედ ლარის კურსს ან დოლარის კურსის გამყარებას. ასე ამბობენ ყოველ შემთხვევაში ნავთობიმპორტიორები. ხო, ანუ ჯამურად საწვავის ფასთან დაკავშირებით, ანუ რო შევხედოთ მთლიან ჭრილში სოფლიო ბაზარზე რაც მოხდა, იმასთან შედარებით სრულად არის თუ არა ასახული ეს კლება რაც სოფლიო ბაზარზე მოხდა, კიდე საკითხავია, ასე რომ ამ კუთხით არ ვიცი. ანუ თქვენ მაინც მიდიხართ ეგეთ, რომ ეს მაინც მნიშვნელოვნად საგარეო ფაქტორებზე არის, საგარეო ფაქტორების გავლენა. მნიშვნელოვნად საგარეო ფაქტორებია ნამდვილად, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს ხელი არ უნდა შეუწყოთ და ხო ვიზები უნდა გაუკაცროთ, ვთქვათ, სხვა კომპანიას, რომელსაც ჭირდება უცხოელი ექსპერტის აქ ჩამოყვანა და დასაქმება. ეხლა ამას არანაირი გამართლება. ამაზე ჩვენ კომენტარები გავაკეთეთ და პრინციპში ასე ვთქვათ ის შრომითი მიგრაციის კანონი შეაჩერეს და იმედი მაქვს, რომ ასე ვთქვათ ეს აღარ წამოიწევს წინ, იმიტომ რომ ეს უკვე პირდაპირ ხელს უშლის ასე ვთქვათ იმ ბიზნესს, რომელსაც რაღაც ახლის შექმნა უნდა, იმიტომ რომ ახლის შესაქმნელად სპეციალისტები გვჭირდება და ესეთ სპეციალისტები ხშირად უცხოელები არიან. სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებმა პირადად თქვენი ბიზნესი დააზარალა თუ არა, ზურად თქვენი აზრი მაინტერესებს ეგრეთი და პარლამენტში გამოსვლისას ეკონომიკურმა გუნდმა პროფესორად გიორგი კვერიკაშვილმა განაცხადა, რომ მოგების გადასახადის გაუქმებაზე თუ რაღაც თავიდან თქვა გაუქმება და შემდეგ ითქვა, რომ დივიდენდის სახით უნდა მოხდეს. იცნობთ თუ არა ამას და როგორ უყურებთ, რას მოუტანს ეს ბიზნეს და არის თუ არა გამართლებული? რაც შეეხება ლარის გაუფასურებამ, მეტნაკლებად ყველა ბიზნესზე მოახდინა გავლენა ჩემი აზრით, მათ შორის ჩვენზე, ვინაიდან გარკვეული ხარჯები ჩვენ დოლარში გვაქვს ფიქსირებული ჩვენ ბიზნესს და შესაბამისად ბუნებრივია გაგვეზარდა ყოველთვიურად ლარის ხარჯი აქედან გამომდინარე. რაც შეეხება თავად მოგების გადასახადის ინიციატივას, ეს ვფიქრობ საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ძალიან კარგი საკითხია და კარგია რომ მთავრობა ამას როგორც ინიციატივას ისე განიხილავს, ვინაიდან ჩვენ ამ საკითხზე ჯერ კიდევ სადღაც წელიწადნახევრის წინ ბიზნეს ასოციაციამ დავსვით ეს თემა, ქონდა სხვათა შორის სხვადასხვა ფორმატის შეხვედრები და კონკრეტულად რაც გულისხმობს ეს იდეა, რაც გულისხმობს, მოდი ესე ვიტყვით, იმიტომ რომ შეიძლება სხვადასხვა ფორმით განხორციელდეს. იდეა გულისხმობს იმას, რომ მთავრობა გადასახადს ამოიღებს ბიზნესიდან, მხოლოდ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც მოხდება ამ ბიზნესიდან დივიდენდის განაწილება. ანუ ეს საუბარია, ესე რომ ვთქვათ, უფრო მარტივად რო ვთქვა, რომ მიიღოთ 1000 ლარი მოგება თუ მიიღო კომპანიამ უნდა გადაეხადა 15% 150 ლარი, თუ კომპანია გაანაწილებს აქედან მხოლოდ პირობითად თუ ამბობ. ამ სახში არ წაიღებს საფულზე ჩადეს კომპანიაში. მხოლოდ 10% თქვა 100 ლარს გადაიხდის ამ 100 ლარის შესაბამის მოგების გადასახადს და პლუს დივიდენდის გადასახადს. შესაბამისად ამ 900 ლარის გადასახადი, კუთვნილი გადასახადი, მოგების გადასახადი გადახდა აღარ მოუწევს. ეს არის მთავრობის ინიციატივა. ეს არის როცა წაიღებს სახში. მოუწევს როცა წაიღებს სახში, ხო, ანუ ეს არის ფაქტიურად ეს არის მოდი ესე ვთქვათ, ესტონეთში არის მსგავსი ყველაზე კარგად გამართული პრაქტიკა, თუმცა არ გულისხმობ შეიძლება ერთ-ერთზე გადმოვიღოთ ჩვენ და რა იდეა არის მრავალმხრივი ამას. ეს არის პირველ რიგში უწყობს მთავრობა ბიზნეს სტიმულირებას უკეთებს იმას, რომ ინვესტიცია გააკეთოს ბიზნესში და გაინვესტირება და ბიზნესი განავითაროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ ეს არის უფრო ისეთი ჯანსაღი მიდგომა და ის რაცაც დამფუძნებელი მფლობელი ამოიღებს ბიზნესიდან იქიდან დავბეგრავ მეც. ანუ იქიდან გადავახტებით მოგების გადასახადს და პლუს დივიდენდის გადასახადს თუნ კომბინირებულად. ამას ქვია ეგრეთ წოდებული განაწილებული მოგების გადასახადი. და შესაბამისად ჩვენ ამ ინიციატივას მივესალმებით. ვფიქრობთ, რომ ეს ესეთი მნიშვნელოვანი თემა, რთული თემა თავის შინაარსით, უნდა საკმაოდ კარგი განხილვა, კარგი გათვლები ჭირდება, რა ეფექტს მოგვიტანს, რა შეიძლება რისკები იყოს ამასთან დაკავშირებით, თუმცა თუ განხორციელდება ამას, ვფიქრობ, რომ ბიზნესმენებს ალბათ აბსოლუტურ უმრავლესობა მიესალმება. და ბატონო, თქვენ გქონდათ თუ არ ვწდები ამ თვითონ იდეა მოგწონთ, მაგრამ როგორც მთავრობა გაწოდებთ, ანუ ისე არა, მე მოვისმინე თქვენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც საუბრობთ, რომ ფორმულირება უნდა მოხდეს სხვანაირად, ანუ რომელ ფორმულირებაზე საუბრობთ, რომ დააკონკრეტოთ, როგორ უნდა მოხდეს ეს ამ დავშვათ ცვლილების ბიზნესისთვის მიწოდება რომ იყოს ეფექტი.
აი ზუსტად როგორც ზურაბმა ჩამოაყალიბა ისე, ანუ ის დღეს როგორც არის ჩამოყალიბებული კანონპროექტში არის ლაპარაკი იმაზე, რომ 3 წლის განმავლობაში არ დაიბეგრება იმ შემთხვევაში თუ კაპიტალურ დანახარჯს განახორციელებს და ასე შემდეგ. ჩვენი აზრით, იმდენად მნიშვნელოვანი არ არის კაპიტალურ დანახარჯს განახორციელებს თუ ბიზნესში საბრუნავში დატოვებს, იმიტომ რომ ეკონომიკური კუთხით ჩვენ არ უნდა ვასწავლოთ ბიზნესს რა უნდა აკეთოს რა. ჩვენ თუ ასე ვთქვათ, ჩვენ უпростоრად თავრობა თუ გადაწყვიტავს, რომ მეტი თანხა დაუტოვოს ბიზნესს რაღაც პერიოდით, ისეც ასე ვთქვათ, ეს ნაჩუქარი ფული არ არის, ეს კარგად უნდა გავიაზროთ. ამ შემთხვევაში ბიზნესმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ზუსტად კაპიტალურ დაბანდებაში უნდა წაიღოს თუ საბრუნავში მეტი აბრუნოს და ასე შემდეგ, ხო? იმიტომ რომ კაპიტალურ დაბანდება თავისთავად თვითმიზანი არ არის. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ბიზნესი უნდა გაიზარდოს. ამის გარდა დღევანდელი, ანუ ამ კანონპროექტს აქვს ორი დადებითი კუთხე. ერთი არის ის, რაზეც ზურაბმა ისაუბრა, ეს არის ეკონომიკური სტიმულირება ბიზნესის და ფულს უტოვებთ იმ ბიზნესის იმ ნაწილს, რომელმაც იცის როგორ შექმნას მოგება, ხო? თუმცა ოპონენტები ამბობენ, რომ ეს არასამართლიანი იქნება, თუ მოგების გადასახადი გაუქმდება, იმიტომ რომ ეს დაბალიაო ეს გადასახადი ქვეყანაში. არ უქმდება არაფერი რა. ანუ ეს გარდაისახება 5%-ია დივიდენდის და ის უნდა გახდეს 20%. შესაბამისად არაფრის გაუქმებაზე აქ არ არის საუბარი, უბრალოდ არის ლაპარაკი, რომ როცა დამფუძნებელი ბიზნესიდან ფულს წაიღებს და ეს ამისთვის აკეთებს, ხო, ნებისმიერ ბიზნესს, რომ რაღაც ეტაპზე გაიტანოს და იყიდოს, რის იყიდვაც უნდა თქვა, სახლი იქნება ეს მანქანა თუ სხვა. და შესაბამისად ესეთი ტიპის გატანა როცა მოხდება, დაიბეგრება, ასე რომ აქ უსამართლობის არგუმენტს ნამდვილად ვერ დავეთანხმები. და მეორე დადებითი, ასე ვთქვათ, იმის გარდა რომ ეკონომიკური სტიმულირებას აკეთებს ეს კანონი, მეორე დადებითი არის, რომ ძალიან ამარტივებს საგაცხადო კოდექსს. ანუ თუ მოგების გადახდის, ასე ვთქვათ, ყველა ეს დათვლები, ესა თუ ის ხარჯი უნდა შედიოდეს მოგების დათვლისას საგაცხადო კუთხით, თუ არ უნდა შედიოდეს, დავების დიდი ნაწილი, ზურაბ ალბათ შენ უფრო გეცოდინება დეტალური სტატისტიკა არის სწორედ ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ბიზნესისთვის ეს არის ძალიან შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომ თავრობა უხსნის საგაცხადო რისკებს ძალიან დიდ ნაწილს. თუ გაკეთდება ისე, როგორც არის ამ კანონის იდეა. ხო, წარმოდგენილი პროექტი, როგორც არის, ეს არის პროექტი არსებობს დაწერილი, თუ ეს უბრალოდ იდეის დონეზე გაჟღერდა პარლამენტის ვებსაიტზე არის და იქ ვნახეთ, ანუ ის წარმოდგენილი ვარიანტი არის ნახევრად გაკეთება, ასე ვთქვათ რა. და ზურა თქვენთან ასოციაციაში იყო თუ არა ამ საკითხის განხილვა მთავრობის წევრების მხრიდან და თქვენი შენიშვნების გათვალისწინება მოხდება თუ არა და ეს როდის შეიძლება ეს ამოქმედეს ეს შეღავათი, ანუ ეს იქნება წელს თუ ეს უბრალოდ დროს გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება. პირველ რიგში ახლა ეს იყო იდეის დონეზე გაჟღერებული, ამაზე ჩვენ მთავრობის წევრებთან ჯერჯერობით არ ქონია შეხვედრა, თუმცა ვფიქრობთ, ეს იყო პარლამენტის ინიციატივა, მოდი ასე ვთქვათ, ეს კანონპროექტი და იქ არის ერთი ჩანაწერი, რომ რეინვესტირებული მოგება 3 წლის განმავლობაში თავისუფლდება. რაც იდეა თუ ეს არის პრინციპში იდეა, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ რაზეც არჩილმა აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ეს უნდა გადავიდეს, სხვა ფორმულირება უნდა მიიღოს ამან იმისათვის, რომ ბიზნეს მართლა რეალურად დაეხმაროს. ალბათ იქნება თქვენთან კონსულტაციები. ჩვენ აუცილებლად ვფიქრობთ, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული და ჩვენთან კონსულტაციების გარეშე, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე პრინციპში არ გონია რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა მიიღონ და ჩვენ პრინციპში ყოველთვის როდესაც ხდება ამ საკითხის მსჯელობა, თვლით რომ ძალიან მნიშვნელოვანია წული შეგვაქვს ამ კანონების დახვეწაში, ამ პროცესში. რაც შეეხება ვადებს, ეს ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ამოქმედებს 2016 წლის 1 იანვრიდან და შეეხოს უკვე შემდეგ დეკლარირებულ გადასახადს, ანუ 2015 წლის მოგების გადასახადს. 14 წელს ეს ვერანაირად ვერ შეეხება, იმიტომ რომ ეს უკვე პრინციპში 2 დღეში მოდის მაგის დეკლარირების ვადა თუ რამოდენიმე დღეში და შესაბამისად ეს არ შეეხება გასულ პერიოდს, მაგრამ მომავალს რო შეეხოს, ვფიქრობთ, რომ უკვე წელს უნდა შევიდეს ცვლილებები, რომ 1 იანვრიდან მაინც ამოქმედებული იყოს. რაც სავსებით რეალური დრო არის. ბატონარჩენ ამ იდეის ოპონენტები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვან შემოსავლებს დაკარგავს ბიუჯეტი, საუბრობთ 800 მილიონზე, ზუსტი ციფრი არ ვიცი, მაგრამ აი ეს იქ დააბალანსებს დაუშვათ ის, რასაც ბიზნესი ამით მიიღებს მოგებას კი არა და სიკეთეს იმას, რომ ბიუჯეტი დაკარგავს ამდეს ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში. სახელმწიფო არ არის ყველაზე ეფექტური მხარჯველი. და ვერასდროს ვერ იქნება ისეთი ეფექტური მხარჯველი ან ინვესტორი, როგორც არის კერძო სექტორი. ეს ფული არ ქრება. ეს ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ფული უნდა დარჩეს იმ კომპანიებს და იმ ხალხს, ვინც იცის როგორ შექმნას მოგება. ანუ ეკონომიკაში დაბრუნდეს და შესაბამისად ამან ზრდას შეუწყოს ხელი. რა თქმა უნდა და ეს ხალხი ამ დამერწმუნეთ, რომ მათი мотиваცია არის ბევრად უფრო ჯანმრთელი ამ ფულის დასაქმების და კვლავ წარმოებაში ჩაშვების და ასე ვთქვათ ბიზნესის გაფართოების. სახელმწიფოს აქვს სხვა ათასნაირი მიზანი, ხო, იმის გარდა რომ ეკონომიკის სტიმულირება მოახდინოს, არის სოციალური მიზნები, არის სხვადასხვა ტიპის მიზანი. ასე რომ
ეკონომიკისთვის სახელმწიფო თუ ცოტათი ასე ვთქვათ შეამცირებს ხარჯებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დააკლდება ეს თანხები მოკლე ვადაში, ეს მხოლოდ ეკონომიკისთვის ჯამურად იქნება კარგი. რაც შეეხება უღირს თუ არა, ასე ვთქვათ, სახელმწიფოს ამის გაკეთება, ეკონომიკური ზრდა, დამატებით შექმნილი სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ, რაც გამოიწვევს ამ დამატებით 700 მილიონი ლარიან ინექცია შეიძლება, ასე ვთქვათ, არ ამოღება და კერძო სექტორში, მე ვფიქრობ, რომ ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე დაკლებული შემოსავლები და შესაბამისად შემცირებული ხარჯები. კიდევ არის ერთ-ერთი შეღავათი, რომელზეც ასევე ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ეხებათ, რომელიც საქართველოში ინფრასტრუქტურულ პროექტებს განახორციელებენ. გააქვთ ამ შეღავათის შესახებ ინფორმაცია, ანუ ესეც წაადგება ბიზნეს, ანუ ინფრასტრუქტურულ პროექტები, რომელიც ამბობენ, რომ ჩავარდნილია, ამ უკაჩავს თუ არა. ეს რა იყო, როდის ეს გაჟღერდა პრინციპში ჩვენ სწორედ ბიზნეს ასოციაციას და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შორის შეხვედრაზე, როდესაც ბიზნესმენებმა დასვეს ესეთი ტიპით კითხვა, როდესაც მათ მოიგეს მაგათ გასულ წელს რომელიმე ტენდერი და უნდა შეესრულებინათ სამუშაო და მაშინ იყო კურსი 1.75 პირობითად ვამბობ და დღეს, როდესაც უკვე უნდა შეასრულონ და იყიდონ ის მასალები, რაც საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, უკვე როდესაც 2 და 2-ზე აქვს კურსი, ისინი უბრალოდ ფიზიკურად ვერ ახორციელებენ ამ ვალდებულების შესრულებას და უნდა იყვნენ გაკოტრების წინაშე ან დაეკისროთ სახელმწიფოს მხრიდან პირგასამტეხლო, ხომ? სხვა პრინციპში ვარიანტი არ იყო. აქედან გამომდინარე, მე მივესალმე მთავრობის ინიციატივას, რომ ესეთი ტიპის კომპანიებს გაუკეთოს რაღაც ტიპის შეღავათი, ანუ აქ საუბარი რომ გადაანგარიშება, მე ვფიქრობ, რომ კურსის გადაანგარიშებას გაუკეთებს იმ მასალებზე, რაც გაძვირებული კურსით იყიდეს მათ. და ეს პრინციპში დაეხმარება ბუნებრივი ბიზნესებს, ვინც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული. და ძალიან ცოტა დრო გრჩება და ბევრი კითხვა მრჩება დასასმელი. აუცილებლად უნდა გითხოთ საგადასახადო კოდექსში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე ჩამოწერას გულისხმობ დავალიანებების 2004 წლამდე ბიზნეს. ეს ითქვა, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება და უშუალოდ რა დააშავა იმან, ვინც იხდი და გადასახადებს. თქვენ როგორ უყურებთ ამ ყველაფერს? ანუ ამ დავალიანების ჩამოწერა და იმ ბიზნესი, რომელიც გაჩერებული იყო, შეუწყობს თუ არა ხელს, რომ ამოქმედდნენ და დაიწყონ მუშაობა. საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერას გულისხმობ ასევე სალაროო აპარატებს. ესე იგი, მინდა კომენტარი გავაკეთო კურსთან დაკავშირებით, რომ ცვლილებები ხდება და კონტრაქტორებს რო ფაქტიურად აუნაზღაურებს სახელმწიფო, სულ ანუ ლიბერალური კუთხით ამის გაკეთება არის თითქოს აი ჯინის გამოშვება მინდა ნაქვია ჩაიდნიდან და მე მგონია რომ რამდენადაც ტკინეული არ უნდა ყოფილიყო კერძო სექტორისთვის ამის გაკეთება შეიძლება ხვალდაზე ასე ვთქვათ შემოგვიბრუნდეს იმ კუთხით რომ კიდე რომ მოხდეს დევალვაცია მაშინ რა ხდება ისე უნდა ბიზნესი მიადგეს სახელმწიფოს თუ ერთმა მოახერხა ამის გათვლა და გაკეთება და მეორემ ვერ მოახერხა ვინც მოახერხა იმანა დააშავა იგივე გაზის სუბსიდირებასთან დაკავშირებითაც გავსი რა ესე იგი ვინც ვთქვათ შეასრულა კონტრაქტი მაგრამ ვთქვათ მოგება რომელიც დაგეგმა 10%-ის მაგრამ მიიღო ზარალი 5% რა უნდა ქნას ხა ის უნდა მიადგეს სახელმწიფოს 15 მოთხოვს თქვენ სამბობ რომ არასამართლიანი მიდგომაა გარკვეულწილად მე მგონია რომ ტკინულობა მესმის ასე ვთქვათ ის ბიზნესის კუთხით მაგრამ ამის გაკეთება სამართლიანად იქნება ძალიან რთული და ანუ ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები ცოტა საფრთხილოა ხოლმე იგივე არის საგაცხადო კუთხით ჩამოწერასთან დაკავშირებით ანუ რა უნდა ვთქვათ ხა რომ ვთქვათ ვიღაცა ვინც კარგად ვერ გათვალა და გაიჭედა და ვერ დაასრულა მშენებლობა და შევადაროთ ეს მეორე კომპანიას რომელმაც ეს გააკეთა კარგად ვინც გააკეთა იმან ფული გადაიხადა დღეგი გადაიხადა და ასე შემდეგ ვინც ვერ გააკეთა იმას რაღაც შეღავათებს აძლევს სახელმწიფო ანუ ესეთი ტიპის ინიციატივები მე მესმის რომ მოკლევადაში და შეიძლება უძრავი ქონების მაგალითზე ვთქვათ რაღაც შემთხვევებში არის გასაკეთებელი მაგრამ ძალიან საფრთხილოა და არ უნდა გახდეს ეს წესი იმიტომ რომ თამაშის წესებიდან პატარა გადახვევა არის ეს და ეს თულია. და გადაცემის ბოლოს მე მაინტერესებს თქვენი ეკონომიკური ანალიზი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს გულისხმობ. ანუ ვითარების გამოსწორებას მთავრობის მეთაური ხელმძღვანელები ელოდებიან რომ ეს იქნება გაზაფხულიდან. ელოდებიან უნდა შემოვიდეს გარკვეული ინიექციები ქვეყანაში გულისხმობ სავალუტო შემოდინებებს. გუშინ მაგალითად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა რომ ლარის შემდგომ გაუფასურებას არ ელოდება, მაგრამ არც იმას რომ დავუშვათ ლარის კურსი ქვემოთ ჩამოვა და რეფინანსირების განაკვეთიც არ შეცვლილა. თქვენი პროგნოზი როგორია? ზურა დავიწყოთ თქვენგან. მე სიმართლე გამიჭირდება ამის პროგნოზირება, თუმცა ერთ რაღაცას თქვი, თავარი ბიზნესის არის რომ იყოს კურსი მეტნაკლებად სტაბილურობის ფარგლებში იყოს, ანუ დღეს ვფიქრობ რომ რაღაცნაირად დაბალანსდა ეს ლარი და დოლარის თანაფარდობა და დიდი რყევი ბოლო ერთ თვის განმავლობაში აღარ განუცდია, ანუ კი იზრდება, ზოგადად ჩამოდის და ასე დიდი რყევები არ განუცდია. შესაბამისად
თუ შენარჩუნდება და გამყარება არ არის იმდენად პრობლემა, რამდენად სწრაფი გაუფასურებები ასე შემდეგ, როდესაც ბიზნესი ვერ აკეთებს გათვლებს. თუ შენარჩუნდება კიდეც ამას ძალიან რთული იქნება ბევრისთვის, ბუნებრივია, ვისაც ვალდებულები აქვს დოლარში აღებული, განსაკუთრებით მათთვის ამის გადახდა, თუმცა ეკონომიკისთვის ეს თი მდგომარეობაც მე ვფიქრობ რაღაც პერიოდის განმავლობაში დაბალანსდება და გაჯანსაღდება. ბატონო არჩილ თქვენი მოსაზრება მაინტერესებს. სეზონური ფაქტორები ახასიათებს ქართულ ეკონომიკას, მათ შორის არის ტურიზმი და ეს არ არის პატარა შემოდინებები. ეხლა იწყება მალე ძალიან მალე ტურისტული სეზონი, ამ კუთხით ასე ვთქვათ, რაც მთავრობას, რაც მალე გააკეთებს იგივე ვიზებთან დაკავშირებით, რაც ნაბიჯებს, კარგი იქნება. ამ კუთხით ნამდვილად ველოდებით რაც შემოდინებებს, თუმცა ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი დაბალანსდეს, აუცილებელია, რომ იმპორტმა ცოტა მეტად დაიკლოს და მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. იმპორტის შემცირება, ექსპორტის გაზრდა. იმპორტის შემცირება, ექსპორტის გაზრდა, ტურისტების ხელის შეწყობა და ინვესტიციების და ინვესტორებისთვის ხელის შეწყობა. მარტივია. მარტივია სიტყვიერად, მაგრამ ალბათ მოქმედებისთვის არც ისე. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ საინტერესო საუბრისთვის. ბიზნესმენთა ასოციაციის საბაჟო საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი ზურვალ ლალაზაშვილი, ინვესტიციების მართვის კომპანია გალთაკარტის სამთავრობო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩიჯილაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. მომავალ ხუთშაბათს ამ სტუდიაში სხვა თემით და სხვა სტუმრით დაბრუნდებით. მადლობთ ყურადღებისთვის. ყოველდღიური ეკონომიკური და ბიზნეს დაიჯესტი, ნოვაციები, ფინანსები, კაპიტალი, ნავთობის ფასები, ეკონომიქსი, მთავარი ეკონომიკური მოვლენებისა და თემების განხილვა. ეკონომიქსი, რადიო იმედის პირდაპირ ეთერში, ირმა ებრალიძესთან ერთად.